ბაზალეთის უშუალოდ ტბასთან ძალიან ახლოს არის, მათ აქვთ უკვე ებრაელებს იქ ნაყიდი და აშენებულიც ჰქონდათ სასტუმროს ტიპის რაღაცა ის იყო რა სასტუმრო დასასვენებელი, მაგრამ საქმეც იმაში იყო, რომ ის პერიოდი, როცა ამ ებრაელზე გასვეს და ის ტერიტორია იქ შევარდნაძის პერიოდში მოხდა, თუ არ ვცდები, გადაკეტილი იყო თუნდაც პლიაჟი ჩვენთვის ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის. ანუ თუ უშუალოდ იმ სასტუმროში არ ისვენებდი რაღაცა, იმ ადგილას პლიაჟზე ვერ შეხვიდოდი და არა მხოლოდ იმავე ადგილას, ანუ ბაზალეთის გარშემო ტერიტორიაზე პლიაჟზე თუნდაც ფეხით ვერ გაისცერნებდი რაღაცა კრუგი რო დაგერტყა სიტყვაზე ვამბობ, შემოვლით გზით უნდა წასულიყავ საავტომობილო მანქანით, სადღაც 1-2 კილომეტრი მაინც უნდა გაგევლო, რომ მეორე მხარეს ეს მონაკვეთი მოგეჭრა და მეორე მხარეს სანაპირომდე მისულიყავი. ამიტომ ეხლა მოხდა ესეთი ფაქტი, როცა იყო რომ მანდ ჰქონდათ იჯარით აღებული ამ ებრაელებს გვერდზევე ჰქონდათ მომიჯნავეთ მიწის ფართობი 8-9 ჰექტარი მიწის ფართობი იყო, რომელსაც 21 წელს ეცვალა სტატუსი, აი ჩვენი ის რო ამბობდა დიდებით პრემიერი რომ სტატუსი არ ეცვლებაო 2018 წლიდანო, გვახსოვს ალბათ ეგ ამბავი. დებატებშიც განაცხადა ურცხვად და უსინდისოდ მაგ ყველაფერი ჩვენმა პრემიერმა და სტატუსის ცვლილება არ ხდებაო, ეგ ჩვენ გავამკაცრეთო. საკრებულოს ხდომაზე ხა ინფრასტრუქტურაზე შემოვიდა მშენებლობის ინიციირება, ამ ებრაელს ჰქონდა შემოტანილი 60 ტიპის პატარ-პატარა საცხოვრებელ სააგარაკე სახლები უნდა აშენებულიყო და ყველაზე მთავარი რაც არის და რაც გაჟღერდა, ამ 60 სააგარაკე საცხოვრებელს ინდივიდუალურად უნდა დაარტყმულიყო, ანუ მანდ არ არის წყალკანალი და რამე მოწესრიგებული რა, არ არის ეგ სისტემები გაყვანილი, ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და ჯერჯერობით წლები სჭირდება მაგის მოგვარებას, ან რა ვიცი ხა მაგ ხელა თანხებს ვინ როგორ და რანაირად გამოყოფს. იქ არის სხვადასხვა სასტუმროებიც არის აშენებული და ანალოგიურად ჭაბურღილებიც სარგებლობენ ის ადამიანები, რაც დიდ საფრთხეს უქმნის ჩვენს ტბას, ბაზალეთის ტბას, იმიტომ რომ საგრძნობად დაიწია ბაზალეთის ტბა უკან, შემცირდა წყლის რაოდენობა და ასე შემდეგ. ეხლა ეს პლიაჟი ამათმა კი გახსნეს რა, დავით, ეხლა რო ქონდათ იმათ მაგალითად პლიაჟამდე რეგისტრირებული, ხო, წყლის დონის დაწევა ფაქტიურად ეს პლიაჟი თავისთავად თვითონ გახსნა ერთი სიტყვით და მერე მადლობა უფალს აღარ მისცეს იმ დანარჩენი, რაც გამოჩნდა მიწა წყლის დონემდე, აღარ მისცეს რეგისტრაციის უფლება და ამჟამად გახსნილია ეს ადგილის, რომ პლიაჟის სარგებლობის უფლება უკვე არის. ერთი სიტყვით მომიჯნავეზე შემოვიდა ინიციირება ამ მშენებლობის და ამ 60-ვე საცხოვრებელს უნდა დარტყმიყო ინდივიდუალურად ჭაბურღილი, ანუ ჭის ვარიანტი უნდა გაკეთებულიყო, რაც კიდევ უფრო მეტს დიდ საშიშროებას უქმნიდა ჩვენ ბაზალეთის ტბას. რა თქმა უნდა, ძალიან სიახლოვეს არის და შეუძლებელი იქნებოდა, აღარ ვამბობ სხვა რამეზე, იმიტომ რომ ეხლა მე ვფიქრობ, რომ ბაზალეთის ტბაა და თვითონ აქაც საკრებულოშიც ასეთ აზრზე დადგნენ, რომ უნდა იყოს საკურორტო, რეკრეაციული ზონა და არა განაშენიანების ესეთი თვალსაზრისით. ეხლა 2 დღის უკან იყო კიდევ სხდომა ამ ჩვენი ერთობლივი ბრძოლის, ამ აჟიოტაჟის მადლობას მოუხდით თვითონ თქვენთაგანს, მადლობას მოუხდი ბიჭებს თანადგომისთვის, რომ მაშინ გვერდით დამიდგნენ, მადლობას მოუხდი ყველა მხარდამჭერს, ვინც რეაქცია გამოხატა, თუნდაც Facebook-ზე გადააზიარა და მაგითი იმოქმედა, ვისაც როგორ შეეძლო. აგერ აქ ამოვიდნენ გვერდით დამიდგნენ და რამე, ხო, ყველას უდიდესი მადლობა, ვისაც როგორ შეგვეძლო ვიხმაურეთ. ერთი სიტყვით ბიჭებიც რო ამოვიდნენ, მაშინ თქვეს, რომ უნდა გააგზავნიდნენ სანიტარული ნორმების იმასთან სანიტარული და გარემოს დაცვის იმაზე, რომ ხომ არ უფრთხი საქმეს ეს ტბას, ყველა ეს მშენებლობები ტბას. ეხლა მოვიდა უკვე ამასთან დაკავშირებით გარემოს დაცვიდან პასუხი. სანიტარული ნორმების ზოლების ახალი დადგენა უნდა მოხდეს, საერთოდ სადამდე არის შესაძლებელი და მოვიდა ეხლა ეს პასუხი და რა თქმა უნდა უარი, რომ ტბა არის გამოსაკვლევი, რატომ იკარგება ამდენი წყალი, საერთოდ ყველაფერი ძალიან ბევრი ჩამონათვალი არის, რომ ამის გამოკვლევა, ამის გამოკვლევა. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, კიდევ ერთხელ ჩვენ ერთხმად საკრებულოში, იქ მსხდომა დეპუტატებმა, მათ შორის საკრებულოს თავმჯდომარეც იქ ბრძანდებოდა, ერთხმად უთხარით უარი ამ მშენებლობას კი არა, საერთოდ კიდევ იყო ამასთან ერთად შემოსული, ქართველებს ჰქონდათ ინიციირება შემოტანილი, ასევე პატარ-პატარა საცხოვრებელ სააგარაკე სახლების მშენებლობაზე, მათაც უარი. მაგ მიზეზით, რომ ტბა აღარ არის ფაქტიურად.
ტბა აღარ არის, მანდ სხვა გზა არ არის ჭაბურღილის გარდა. ხო და მანდიდან გამომდინარე, ახლა ამ ბრძოლის შედეგი არის ზუსტად ეს უარიც. ამ გარემოს დაცვამ ორაზროვანი პასუხი გამოგზავნა, საბოლოო პასუხისმგებლობა, პასუხის გასაცემად, რა თქმა უნდა, დააკისრა ქალაქის მერიას, საკრებულოს და ჩვენ ასე ვთქვათ, ვიტყოდით თუ არა უარს, როგორც ხდება ხოლმე, როგორც წესი, რომ თვითონ არც გარემოს დაცვამ აირიდა ეგ პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ ჩვენ ქვეყანაში იმდენ მთას მოაჭრეს თავი და იმდენ მდინარესთან აქვს პრობლემები გარემოს დაცვას თვითონ და შეცდომები აქვს დაშვებულიო. მან უკვე ვეღარ აიღეს თავის თავზე ინიციატივა, რომ კონკრეტულად თვითონ დაედო დასკვნა და გაიშვირეს ხელი საკრებულოსკენ. და იმ შემთხვევაში კონსერვატორებს რო არ ეხმაურათ, ეგ ყველაფერი მოხდებოდა. ეხლა მათ უშუალო სიტუაცია იქნება.